წლებთან ერთად იცვლება ადამიანის ხასიათიცა და გემოვნებაც, თუმცა მოდის სამყაროს მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ აქტუალური ტრენდების საკუთარ სხეულსა და თავზე სწორი ინტერპრეტაცია მოვახდინოთ. შეგვიძლოს თავი ავარიდოთ ერთფეროვანი მასის უბრალო ელემენტად ყოფნას და არ გავხდეთ ეგრეთ წოდებული copy-paste-ის მსხვერპლნი. ხო და იმისთვის, რომ 2013 წელს მსგავსი პრობლემების წინაშე არ დადგეთ, გადაცემა Fashion Time-ის დღევანდელ საახალწლო გადაცემას ყურადღებით უყურეთ და შემოთავაზებული ვარიანტებიდან აირჩიეთ საუკეთესო. თუკი მიგაჩნიათ, რომ მოდას მიყვებით და საკუთარ გარდერობს მსოფლიო მოდის მესვეურების ფანტაზიის ნაყოფის მიხედვით ანახლებთ, მაშინ ისიც დაგაინტერესებთ, თუ რას გვთავაზობენ ცნობილი დიზაინერები 2013 წელს. მათი უახლესი გაზაფხულის ზაფხულის კოლექციებით თუ ვიმსჯელებთ, 2013-ის ქალბატონი ძალიან ბუნებრივი და მინიმალისტურია. წელს მოდური სტატუსს აუცილებლად დაიმსახურებთ, თუკი უპირატესობას შავ, ბორდო, ღვინისფერ და მწვანე ტონალობების ტანისამოს მიანიჭებთ, თუმცა მზიან სეზონზე ამასთანავე პასტელური და ნათელი ფერებიც კვლავ აქტუალურია. ისევ რჩება აქტუალური. კვეთრი ფერები, ასე რომ ზამთარშიც და ზაფხულშიც ქალებო არ მოგერიდოთ, ჩაიცვით მკვეთრი ფერები და ყოველთვის შეახამეთ არაორიგინალური ფერი ერთმანეთთან. ძალიან აქტუალური იყო აქსესუარი, მინდა გითხრათ, მაგრამ მე პირადად ცოტა მომბეზდა და ალბათ ყველას რაღაცა საერთოდ ვიცით ხოლმე ეს რაღაც სამოჩემება, ბუმია და მე რა თქმა უნდა ეს უკვე ნელდება და უფრო ოქროსფერი ალბათ, საახალწლო ფერი. წელს ნუ მოერიდებით რეტრო სტილს, 90-იანი წლების შარვლების შავთეთრი პრინტით კვლავ მოდაშია. მათ მიმართ სიმპათია არაერთმა მოდის სახლმა გამოხატა. თუმცა წარსულის გადმონაშთთან ერთად ცუდი არ იქნება თუ ერთ-ორ კიმანოსაც მოიმარაგებთ. ლამაზი ძვირფასი აბრეშუმისგან დამზადებული კიმანოები იაპონურ სტილში წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იხმაროთ. მაგრამ თუკი აღმოსავლური ტენდენციებისთვის არც თუ ისე თამამი ხართ, იქნებ თქვენი მოწონება ვიქტორიანულმა ბაროკო სტილმა დაიმსახუროს. დოლჩე გაბანა, ოსკარ დე ლა რენტა და ალექსანდრე მაკუინის კოლექციებით თუ ვიმსჯელებთ, ბაროკოსეული მაქმანები და ორნამენტები საკმაოდ ელეგანტურია. უჯრედებიანი ქსოვილები, ზიგზაგები, ზოლები, წერტილები, ახალ სეზონზე მსგავსი გეომეტრიული ფიგურებით გაფორმებული კოლექციები მრავალმა დიზაინერმა წარმოადგინა, თუმცა იმისთვის, რომ ქალური სინაზე უფრო მეტად შეინარჩუნოთ, შეგიძლიათ შეიმოსოთ კაბებით ყვავილებიანი პრინტით.
მაგრამ რობერტო კავალისა და გუჩის კოლექციები იმასაც ირწმუნება, რომ ამ ყველაფერთან ერთად ცხოველის პრინტი ისევ მოდაშია. ჯერ კიდევ გასულ სეზონზე მსოფლიო მოდის სახლები დიდ ყურადღებას უთმობდნენ პეპლუმის ტენდენციას. იგი წელსაც პოპულარულია და ხშირად გამოიყენება კაბებზე, რაც მათ მეტ გამოსახულებას ნამდვილად სცემს. რაც შეეხება აქსესუარებს, ეცადეთ ხშირად გამოიყენოთ ბეწვი და ოქროსა და ვერცხლის ფერებში დამზადებული სამკაულები. საუკეთესო ვარიანტია, თუკი ისინი ბუნებრივად იბრჭყვიალებენ. ეს თქვენს ვიზუალს უფრო მეტ მომხიბვლელობას აუცილებლად შესწევს. მოკლედ, გაითვალისწინეთ ჭეშმარიტი მოდის შემქმნელთა აზრი. სხვა კუთხით შეხედეთ საკუთარ თავს და ყოველთვის ეცადეთ იყოთ განსხვავებული. თქვენი ინდივიდუალური იმიჯი შეუმჩნეველი არავისთვის არ რჩება.